Mr. Olympia, 6 მედლის მფლობელი, 6 მედლიდან 4 ოქრო, 1 ბრინჯაო, 1 ვერცხლი, სომხეთის ფინალი, არნოლდ კლასიკის 2000 და საქართველოს ჩემპიონი. ზუსტად იმენა ის კონკრეტული კუნთი ვავარჯიშოთ და გავთიშოთ სხვა დანარჩენი. აი აქ უნდა დაგეჭიმოს ეთამაგი რა. ჩამოწიე, გავწიე. 80% კეთდება ის კუნთი, რა კუნთსაც ეხა ჩვენ ვავარჯიშებთ. всё. გაწელე ხელი წინ გავუშვი ბოლომდე. აჰა. რაღაცა უნდა შეიცვალოს. აი ყოველდღე ეხა ვერც მწვად შეჭამდა, ვერც ლობიოს და ვერც ხაჭაპოს, ხო? აუ მე შემიძლია ის ჩამოვიტანო, მაგრამ ეს უკვე ზურგი აღარ არის. ვარჯიშსა და ვარჯიშს შორის არ უნდა არსებობდეს დიდი პაუზა. კლასიკურ განტელებს უნდა ვცეთ პატიმი რა. ყოველ დღე ტიპი დგება სასწორში. სასწორი დაივიწყეთ, თქვენი თავის პროგრესი უნდა გითხრას თქვენმა სარკემ. მოგესალმებით, ეხლა ვართ თბილისში. 5 მარტია, Gold's Gym-ში მოვედი სავარჯიშოდ ჩემს უფროს ძმასთან ერთად, ირაკლი ლომთაძესთან ერთად, რომელიც საქართველოს ჩემპიონი არის бодიბილდინგში, ასევე მსოფლიო ჩემპიონია და მისი გამოცდილების გაზიარება მინდა და მინდა რომ თან თქვენც გაჩვენოთ რა. დღეს გვექნება ზურგის და ბიცეპსის დღე. წავედით. მოკლედ მოვედით Gold's Gym-ში პირველად და თვითონ დარბაზი რაც ვნახე ძალიან კარგი არის, ინტერიერი ძალიან კარგი არის, განაგარებიც ჩვენიერია, ტექნოჯიმია, სივრცე არის და მოკლედ რავი, აყოფილი ვარ რა. ნახოთ თვითონ ვარჯიშის პროცესში როგორი იქნება, მაგრამ ეჭვს არ მეპარება რომ კარგი იქნება. აი, ეხლა მოდი მივიდეთ ირაკლისთან, გაგაცნობთ. ირაკლი, როგორ ხარ? კარგად გოგა გენაცვალებ თხილად რკინები, კაუჭებით არ გავიკაწროთ. კარგად, გემრიელად ვარჯიშის ხასიათზე რაც თავარია. მოკლედ, მაყურებელს მინდა რომ გავაცნო შენი თავი რა. ირაკლი ლომთაძე, საქართველოს ჩემპიონი бодიბილდინგში, მსოფლიო ჩემპიონიც. რამდენიმე კიდევ რამე გამომრჩა. Mr. Olympia, 6 მედლის მფლობელი, 6 მედლიდან 4 ოქრო, 1 ბრინჯაო, 1 ვერცხლი, სომხეთის ფინალი, არნოლდ კლასიკის 2000 და საქართველოს ჩემპიონი. მოკლედ 10 მედალი, 10 მედლიდან 5 ოქრო, 3 ბრინჯაო და 2 ვერცხლი. აჰა, შვენიერი. მოვაგროვე მოკლედ. 7 წლის პროფესიონალურ კარიერა, 42 წლის ასაკიდან. ფოთაშორის შენ იყავი ჩემი პირველი მწვრთნელი, რო გამიყვანე საქართველოზე და მომწამლე მაშინ მე შენ. კი, მახსოვს, რომ იქ რაღაც კულისებში ეხმარებოდი. მაპოზირებდით რა. აი იქ იყო მთელი ამბავი. აქედან დაიწყო. აქედან დაიწყო რა. შენი დიდი წვლილიც არის ეს ამბავი რა. რაღაცა. ძალიან კაი. მიხარია. მოკლედ გვინდა რომ შენი გამოცდილება გაგვიზიარო. დღეს ვივარჯიშოთ შენი სისტემით. როგორც ვარჯიშობ ხოლმე, მაქსიმალურად შევეცდები რომ აკვე, როგორც შევძლებ და მაყურებელსაც რომ გაუზიაროთ რა, ანუ პრაქტიკულადაც ვიდეოში ახლა ნახავენ და თეორიაზეც რომ ვისაუბროთ რა, რაც შეგვიძლია რომ თეორიული ცოდნა გადავცეთ რა, მოხსენება რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა ჩვენაირ გამოცდილ ადამიანებთან რაღაც რჩევა მიიღოს და მიიღონ და ნახონ რა. თვითონ ვარჯიშის პროცესიც, მეთოდიკა, რაღაც როგორ გადაანაწილონ ეს კუნთები. და ასე შემდეგ ბატონო, დღეს ჩვენ გვექნება ზურგის ვარჯიში. ზურგის ვარჯიშიდან გამომდინარე, ანუ ჩვენ პირდაპირ გეტყვით, რომ შეიძლება ჩვენ ახლა დავიწყოთ ისეთი მოძრაობების კეთება, რომ შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეს რა სტრანი მოძრაობაა და რაღაცა ცოტა ისეთია, მაგრამ მე არავის შეიძლება ვიღაცამ რაღაცა თქვას, მაგრამ მე ყოველთვის ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ესეთი დასკვნა მივიღე, როგორც პროფესიონალი სპორტსმენი, რომ რაღაც გარკვეული კუნთის ვარჯიშს რო ვაკეთებთ ჩვენ იზოლირებულად ჩვენ უნდა ისეთნაირად უნდა გავაკეთოთ, რომ ზუსტად იმენა ის კონკრეტული კუნთი ვავარჯიშოთ და გავთიშოთ სხვა დანარჩენი კუნთები. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ზურგთან ერთად თავისთავად მე გადავაბავთ ბიცეპს და ისედაც ბიცეპსის ვარჯიში გვექნება ზურგის შემდეგ. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად კი არა, საერთოდ ვთიშავთ ბიცეპს, როდესაც ზურგის ვარჯიშს დავიწყებთ და მე უკვე მაინც ის 20-30% ყოველთვის რაც არ უნდა გავთიშოთ ბიცეპსი ყოველთვის მაინც ჩართული არის, მაგრამ
მაინც აი მაქსიმალურად არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ მთელი ზურგის ვარჯიში გამოგვივიდეს 50-50 ზურგი და ბიცეპსი და მე გადავიდეთ და კიდე ბიცეპსი გავაკეთოთ. ასე რომ მაქსიმალურად შევეცდებით, მაყურებელსაც ვანახებთ, როგორ არის იზოლირებული ვარჯიშები. ეხლა ჩვენ დღეს ზურგის ვარჯიში გვექნება, ესეთი ვარჯიშები არის შესაბამისად კერძზეც, ბიცეპსზეც, ფეხზეც და ასე შემდეგ. უბრალოდ თავარი მოძრაობა, მის მოკლე მოძრაობები, სადაც უფრო მეტი სისხლი იტენება იმ გარკვეულ კუნთში რა. მე მაქვს საერთოდ ორი პროგრამა, მაგრამ ეხლა შემოგთავაზებთ ცოტა გალაითებულ ვარიანტს, იმიტომ რომ პირველი პროგრამა ცოტა გრძელი ვარჯიშია და ძალიან ისეთია. სავარაუდოდ 12 ვარჯიში გვექნება ზურგზე, 12 შეიძლება მე-13-ს მივამატოთ, მაგრამ 12 ვარჯიში გვექნება ზურგზე და 5 ვარჯიში გვექნება ბიცეპსზე ბოლოს. ეს დრო სხვათა შორის საკმაოდ ერთ-ერთი აი როდესაც პროგრამას ვანაწილებთ ზურგი, ბიცეპსი და მკერდი, ტრიცეპსი და ფეხი და ხარი, ან დროს თუ შევადარებთ ერთმანეთს, მოკლედ ყველაზე გრძელი ვარჯიში მაინც გამოდის ზურგი, ბიცეპსის შედარებით. რაოდენობაში ბევრი გამოდის, რა თქმა უნდა. ხო, რაოდენობაში ბევრი გამოდის. 17 ვარჯიში. ხო, 17 ვარჯიში ზურგზე, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ ზურგი ისეთი მასიური კუნთებიდან შედგება. დიდი კუნთების ჯგუფი არის. ყველაფერი მასიური შედგება და ნუ ბიცეპსი, ტრიცეპსი ისეთი კუნთია, რომელსაც დიდი დატვირთვა, ნუ ფეხის თავისთავად დიდი კუნთია, მაგრამ ზედა ნაწილში ყველაზე დიდი კუნთი ჩვენ გვაქვს ზურგის, რომელსაც სჭირდება კარგი დამუშავება და ზუსტად იმ კუთხეებში ზე უხეშად რო თქვა, ისე ჩაკაკუნება, რომ იმ რაღაც კუნთებმა დაიძრას არა და ნუ ეხა 5-6 ვარჯიშიდან 7 ვარჯიში ზურგისთვის ვფიქრობ, რომ საკმარისი არ არის რა. ზურგი უნდა დაიტვირთოს კარგად, ვფიქრობ. ამ ყველაფრის შემდეგ კიდე დავამატებდი იმას, რომ ყველას ავიწყდება ის, რომ მარტო ვარჯიში არაფერს არ ნიშნავს. აუცილებელია დაძინება, აღდგენა, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ყველა ნებისმიერი ადამიანისთვის. თუ ადამიანს ნორმალურად არ ძინავს, იქ დასვენება არ არსებობს და რაღაც ყვების ის რაციონი მაგაზე მე ვილაპარაკებთ, მაშინ პირდაპირ ვამბობ, რომ ვარჯიშებს და სპორტ დარბაზში მოსვლას პირდაპირ ვამბობ, რომ აზრიც არ ექნება, თუ ეს რაღაც ჯაჭვი ერთმანეთში არ გადავაბით და არ შევკარით ეს ოქროს, ესე რომ ვთქვათ, რგოლი რა. ამიტომ როცა გადაწყვიტავთ რაღაცას, აუცილებლად ყველაფერი ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. აჰა, ძალიან კარგი. კაი, როგორ ვიწყებთ ახლა რა? ზურგის ვარჯიშს. ჩვენ დავიწყებთ აუცილებლად პირველად. ჩვენ ანუ როგორი რაღაცა მე საერთოდ კარგი არის, როდესაც ხა პირდაპირ ვამბობ, რო ვარ დავკარგოთ სადღაც 1-10 წუთი მაინც რომ ცოტა ორგანიზმი გავახუროთ და ან სარმილბიდი გზე, ან ველი გზე, ავიც იმისთვის როგორ მოსახერხებელი არის ამე ორგანიზმში რომ სისხლი შევიყვანოთ, ნუ ამას თუ ჩართავთ კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ვარჯიშზე გადავალთ, იქნება პირველი მისვლა ცოტა ესეთი ლაითი მისვლა, რომელიც შეიყვანს ორგანიზმში სისხლს და ეს იქნება ზევიდან ჩამოკაჩვა, ანუ უგანიერესის ზევიდან ჩამოკაჩვა. აი ეს არის ჩვენი პირველი ვარჯიში. ესე იგი პირველი ვარჯიში ჩვენ გვექნება ზევიდან ჩამოკაჩვა ზურგის. ეს არის ისეთი ვარჯიში, ნუ საერთოდ ზურგისთვის ნომერ პირველ ვარჯიშად ითვლება, მაგრამ ამას თავისებური ტექნიკის შესრულება უნდა. ჩემ შემთხვევაში ახლა მე როგორ ვაკეთებ აი ამ ეტაპზე ამ ვარჯიშს. ნუ 1000-ნაირად კეთდება ახლა ეს ვარჯიში. ნუ ახლა ზოგი ჩვეულებრივად ესე კიდევს ხეს და პირდაპირ ესე ჩამოაქვს ნიკაპამდე, ზოგი რავი ოდნავ წაკ უკან გადახრილი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ეს არის ჩემი აღმოჩენის, ნუ სტილი, რასაც ქვია იზოლირებული ვარჯიშის. აი ჩვეულებრივად ვდგები თუ ახლა ფიქსაციისთვის კიდევ კარგი იქნება თუ ჩვენ აი ამ წინა ფეხებს აი აქაც დავაფიქსირებთ, იმიტომ რომ ასე რო გვაქვს მაინც რაღაცნაირად ცოტა ხლათ არადარხარ ესე იგი. ჩვეულებრივად აი ამაზე ვაფიქსირებთ, ისე რომ კარგად გაჭედილები ვიყვეთ. ზევიდან ჩამოგვაქვს რაც შეიძლება გაშლილად დაფიქსირებული წინა ფეხებით და თავისთავად მუხლებით მიჭერილი. ნახეთ ახლა რა ხდება. მოკლედ ზურგს აქვს ესეთი მოძრაობა. შეგვიძლია ესე გავაკეთოთ, მაგრამ ნახეთ, აი გაშლილი ხელით ზურგი იყოფა მოძრაობით ორ ნაწილად. არის პირველი მოძრაობა გაშლილი ხელით. აი ესეთი მოძრაობა აქვს ზურგს, ხო, ჩამოვიდა აქამდე და ამის მერე ჩამოდიხართ ქვევით. მე მოკლედ ესეთი რაღაცა შემოგთავაზებთ, როდესაც იზოლირებულად ვაკეთებთ ზურგს. გაშლილი ხელით, პირდაპირ გაშლილი ხელით ჩამოვქაჩავთ ხრებს ბოლომდე. აი აქ ვაფიქსირებთ, უკვე კუნთი მობილიზებულია, რომ დაჭიმულ მდგომარეობაში რჩება, ზევით არ უშვებთ, დაჭიმულ მდგომარეობაში რჩება. აუცილებლად იდაყვები უკან არ უნდა გაგექცეთ და რაც შეიძლება წინ უნდა შემოვიტანოთ.
ოდნავ გადმოხრა უნდა გავაკეთოთ და აი ამ ჩამოტანის შემდეგ უნდა ჩამოუშვათ რაც შეიძლება მაქსიმალურად ხელი. აი შემდეგ უკვე ნახე ეს ორი ძვალი რომელიც ზურგში არსებობს, ხომ? ერთმანეთთან შეერთდა. აი მეტი მოძრაობა უკვე ზურგს აღარ აქვს. გავიჭედე, ხო? всё. აი всё, ზურგის მეტი მოძრაობა აღარ მაქვს. ეხა მე რო ეს ბოლომდე ჩამოუშვა, უკვე დამეჭიმა ბიცეპსი. ასე რომ შემდეგნაირად ვაკეთებთ ამ მოძრაობას. დგებით, ოდნავ ვიხრებით, იდაყვები აუცილებლად შიგნით შეგვაქვს, გამართული ხელი ჩამოგვაქვს, ქვევით და ფიქსირდებით და აქედან ვიწყებთ მოძრაობას. აი შეგიძლია კოკა უკან შეხედო ზურგში რა ხდება და როგორ მოძრაობს. ამას ვაკეთებ 15 გამეორებას. აი მე რო ეხლა ესე აუშვა, ეს ჩემი ანუ ნავარჯიშების სისხლი, რაც მე ზურგში მოვიყვანე, გამოვა მაქედან. თითქოს გაუშვი რა, სადღაც ხვდები და ესე მაქვს უკვე დაჭერილი, დაფიქსირებული და აი აქედან ვიწყებ მოძრაობას. აბა მოდიცადე. კაი, მე ლიამკები არა მაქვს, მაგრამ შევეცდები რომ ხელები არ დავშენო. ახლა ესეთი წონა არის რომ ხო. ამას ერთი თქვევით ჩავწევ. მოირიგე კარგად. შედი რაც შეიძლება შიგნით იქ ფეხების თუ როგორც გინდა შე რა ვიცი. ხო. დაახლოებით ესე, ნახე. ეს გამართული ხელი. ჩამოქაჩე ქვევით. ო, კიდე გააკეთე ეს მოძრაობა. დაამუღამე. კიდე გააკეთე. ჩაკეტე ხა აქ, იდაყვები შეუშვა შიგნით და აქედან ეხა გამართული ხელი ჩამოიტანე. სტოპ. გამართე ზევით, სტოპ. მხრები არა უშვა ზევით. რაც შეიძლება ამას ჩააწექი. გამართე, არა, ქვევით ნუ აფიქსი, ანუ მოძრაობას სუნთქვას ააკოლე. ცოტა ტემპს მოუმატე, აქ მუჩერდები. აჰა. გამართე ხელი გამართე, ოღონდ მხრები არა უშვა ზევით. ჩამოქაჩე, აჰა. კარგია. აჰა. აი ეს ისე გააკეთო რომ ეს ორი ძვალი ერთმანეთს თითქოს ქვევით შეუერთო. აი აქ უნდა დაგეჭიმოს ეხა მაგი რა. მეჭიმებ ეხა. ხო. მიდი გააგრძელე. კარგია. გამართე ხელი ისე რომ მხრები არა უშვაზევით. აჰა. ო. აი ნახეთ მეგობრებო. რა ხდება ამ დროს? აი ზუსტად ეს მოძრაობაა, რომ აი ბიცეპსი თითქმის გათიშული აქვს, როდესაც ზევიდან ჩამოდის და ამის ქვევით უკვე ხელი რო ჩამოქაჩოს, ეგრევე ბიცეპსი დაეჭიმება. როგორი შეგრძნება იყო რაღაცნაირი? არ ვიცი, ძალიან აი ეგ დამეჭიმა, ძალიან მაგრად. ხო, აი ხელები საერთოდ ან ბიცეპსი არ დამჭიმვია რა საერთოდ. ანუ მივხვდი ხო მიმართულ რა ეხლა განსხვავებულია ხო, ჩემთვის ცოტა ის არის. ანუ ესეთ რაღაც არ გაგიკეთებია არას. ისე არ გამიგეთებია არას. ხო. ნახე, აი შეხედე, ჩამოვწიე, გავწიე, ხვდები? ესენი რა. აი. ჩამოვწიე, გავწიე. ეს წინ და მერე აჰა. მოკლე მოძრაობა გამოდის. აი ახლა გაიბერა კუთი რა. პირველი მისვლის მერე. ეგ შესაბამისი წონა რა ვიხ ნახს 70 არ უნდა გაგიჭირდეს. აი ესე იგი უნდა ბეჭები ჩავწვი ქვევით. კარგია შენახა მაგას. იდაყვები წინ შევატრიალა და წამოვიდა. აჰა, всё, მეტი არ გინდა. გამართე ხელი, ეფსხრები არა უშვაზევით. აჰა. კარგი მოძრაობა. აქცენტი გააკეთე ზურგზე, ცოტა გადმოხრილი ხარ უნდა მიიწიე, აი ესე. აჰა. მერე უკან გადმოხრილ ვარჯიშებს კიდე ცალკე გავაკეთებთ. აჰა. აი, ვაფშე გათიშული გაქვს რა, ეს რა, აი ამ შემთხვევაში. მიდი. ხრები ზევით ვაფშე არა უშვა. აი უკანაძვლები, ნახე როგორ მოძრაობს. აი. აი ეს მთელი
ამბავი არის ეს უკანა ძვლების მოძრაობა ამ შემთხვევაში რა. ამ შემთხვევაში უკანა ძვლები ტრიალდება აი ესე. როდესაც ზევიდან ვქაჩავთ. როდესაც მე გადავალთ იმ ტრენაჟორზე ჰორიზონტალურზე, როდესაც შემოგვაქვს მაგას მე ცალკე აქვს, მაგრამ მაგ შემთხვევაშიც გამართული ხელი გვაქვს, ოღონდ უკანა ძვლების შეერთება გაშლილი ხელით. უკანა ძვლების შეერთება გაშლილი ხელით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობები აქვს. რაო? ბატონო გოგა. Вообще სხვანაირად მუშაობს რა. დიდად მოძრაობას ვერ ვგრძნობ, იმდენად პატარა მოძრაობა კეთდება. მეგორა. მაგრამ დაიჭიმა მოკლედ. ეფექტურია. ეს ახლა როგორც კი აუშვა ესე მე. უკვე ჩემი ნამუშევარი, რაც მე გავაკეთე, სადღაც გამექცა რა. ხო, ის სისხლი გამოდის მე. ხო. აი ესე მე მაქვს უკვე ჩაკეტილი და ის გარკვეულ მოძრაობას ვაგრძელებ ქვევით. მე მგონია ყველასთვის გასაგები არის. ხო, სისხლი უნდა ჩაიტუმბოს რა. ეს დაჭიმულობა არ უნდა გაუშვას. ფათაშორი ჩვენი საერთო მეგობარი არჩილი ანვანაშვილი, ყოველთვის ამას საუბრობს, გამოცდილი კაცი. და შენს მაგ სტილით ნავარჯიშები ხარ, როდესაც საქართველოზე გამოდი მაშინ. მაგრამ აი მაგის მიახლოებული პროგრამაა, მაგრამ უფრო დახვეწილი შეიძლება ითქვას. ხო, პრინციპი რაღაცეებში იგივეა, ხო, ანუ იქაც ეგ არის იზოლირებაზე არის აქცენტი, კუნთი რო არ გაგეშვას და კი ბატონო. დაჭიმულად იყოს, ამ ზუსტად. შემთხვევაში უფრო შემოკლებულია მოძრაობა. 80% კეთდება ის კუნთი, რა კუნთსაც ეხა ჩვენ ვავარჯიშებთ. всё. ანუ აქ ჩვენ ამ შემთხვევაში ვარჯიშობთ ორი კუნთი, ბიცეპსი და ზურგი, ბიცეპს ვთიშავ და გადავდივართ მარტო ზურგის კეთებაზე. რავი, ჩემი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური სავარჯიშო მეთოდიკა ეგ არის. იზოლირებული, მოკლე, ჩაკეტილი, კუნთები რო დაჭიმული ქონდეს, რა არ გაგეშვას. რა თქმა უნდა. სხვა კუნთები რო გათიშო. ეხლა დამწყებისთვის, მოდი შეგაწყვეტია, დამწყებისთვის ცოტა შეიძლება უბრალოდ გასაკეთებელი, განსახორციელებელი იყოს ეგ რომ საუხსნა ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა. ტვინით და კუნთს შორის არ არის ესეთი კავშირი, რომ შენ ეხლა მე რომ მეუბნები და მე ვასრულებ, ხო, აი ეგრევე აღიქვი ეხა, ხო, მაგრამ შეძლოს მაგის გაკეთება. ხო, მაგრამ აი ზუსტად მე მგონია კარგად ვიღებთ და ყველაფერს ისე უხსნით, რომ ისე რა ვიცი, არ ვიშურებ არც ერთ სიტყვას მაგურებლისთვის, რომ აი სწორად მე მგონია, არ მგონია რომ გაუჭირდეს. პირველი ორი მოძრაობა შეიძლება რაღაც, მაგრამ მე თვითონ ავტომატურად მიეჩვენა. რამდენჯერმე რო ცდის ელემენტარულ ნებისმიერი ადამიანი ამას რა პირველად შეიძლება ზუსტად ისე არ გამოგივიდეს, მაგრამ ესეთი ძალიან რთულიც არ არის არაფერი რა. აი, წონას ვზრდი წინა მისვასთან შედარებით, რა არის იცი, მთავარია ეს საერთოდ კეთდება 15 გამეორება. ესე იგი ჩვენ ვარჯიშებს რაც შეეხება ზურგის ვარჯიში, მკერდის ვარჯიში და მხრების ვარჯიში. კეთდება 15 გამეორება, 20 გამეორება კეთდება ფეხზე, ხელებზე, ანუ ბიცეპსზე და ტრიცეპსზე. იმიტომ რომ ფეხი ისეთი დიდი კუნთია, რომ ფიქრობ რომ კარგად უნდა ჩაიტენოს და 20 გამეორება, მაგრამ ზურგისთვის და მკერდისთვის და მხრისთვის ამ შემთხვევაში 15 აი, მოდი მაშინ დავტოვებ იგივე წონას, რადგან ახალი მოძრაობაა ჩემს. მიდი. უფრო ტექნიკაზე გავაკეთო მეტი აი დაჭიმული აუცილებლად, აი ეს სწორი გადაწყვეტილება, აჰა. ძალიან ელი მოძრაობაც არ გინდა ისა კოკა ჩვეულებრივ სუნთქვას აყევი ნახე ყველაფერს კარგად აკეთებ მაგრამ ერთი რაღაცა უნდა შეგისწორო ტანი აუცილებლად დააფიქსირე ერთ ადგილზე საერთოდ არ ამოძრავ აჰა კარგია გამართე ხელი ისე რომ ხრები კიდე გამართე ხელი ბოლომდე აი იქიდან წადაიწყე აჰა გამართული ხელი დაიწყე всё ეგა მე მგონია რაღაც ხო ანუ 15-ვეს ვერ ვაკეთებ ისე როგორც უნდა გავაკეთო, მაგრამ უკეთესი იყო, ხო რა. ანუ ისეთი წონა უნდა ავიღოთ, რომ 15-ჯერ შევძლოთ, ხო, თავიდან სწორი აღნიშნაა, რომ აი წონებს არავითარ შემთხვევაში ხა მაგი მიფი არის, რომ რაღაც ხა წონებს დავყრით და ჩვენ რაღაც გავიზდებით თასავით, ეს არ არსებობს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი ნომერ-პირველი არის ტექნიკურად შესრულება, რაღაც გარკვეული ვარჯიშის, არ აქვს მაგას უშუალოდ ფეხია, ზურგია, ხელია, ტექნიკური შესრულება, ის წონი, იმ წონის აღება, რა წონიცაც ჩვენ ვასრულებთ აი ესეთ მოძრაობებს და ყოველთვის უნდა იყოს აქცენტი ის რომ აი დაუშვათ 15-ია თუ 20-ია, აი პირველი 10 უკვე რაღაცნაირად კეთდება, მაგრამ ბოლო 5 ცოტა ისეთი რო იყოს, რომ უნდა ვიგრძნოთ ის გარკვეული კუნთის წვა, რაში ჩვენ აქცენტს ვაძლევთ იმ გარკვეულ კუნთს რა.
ეს მნიშვნელოვანი თუ თქვენ ის რაღაცნაირი წვა ვერ იგძენით, მაშინ რაღაც ან წონა არა გაქვთ ისეთი, ან ტექნიკურად ვერ აკეთებთ და ასე შემდეგ. სამი მისვლა გქონდა, ხო? ხო, სამი მისვლა, სამი მისვლა. გადმოვდივართ შემდეგ ვარჯიშზე. ძალიან საინტერესო ვარჯიშს შემოგთავაზებთ ახლა. ყოველთვის მე ძალიან დიდ პატივს მიზოლირებულ საერთოდ ცალ-ცალკე ხელებს, იმიტომ რომ ეხა ეს ერთი როგორც გარკვეული შტანგა ეგრეთ წოდებული, მაინც დაფიქსირებულია ორი ხელი ერთმანეთთან და არასდროს არ უნდა გავაპარაზიტოთ ჩვენი კუნთები, რომ მაინც საშუალება უნდა მივცეთ, რომ იზოლირებულად ზურგზე შეიძლება რომელიღაცა ჩამოგჩებოდეს, რომელიღაცა ასწრებდეს, მაგრამ ყოველთვის იზოლირებულად უნდა ჩავთოთ აი ეს ცალ-ცალკე ხელის მოკაჩვები ზურგის დროს. ეს მდგომარეობს შემდეგში. გადავდივართ ჰორიზონტალურზე. ზურგზე ძალიან ბევრი ვარჯიშები არსებობს, ეხა მე მაგირო, რა ვიცი, ძალიან ბევრი ვარჯიშები შეგვიძლია შემოგთავაზოთ, მაგრამ მაინც ერთ-ერთი პროგრამა, რა პროგრამითაც ეხა მე აი ამ ბოლო დროს ვარჯიშობ, უბრალოდ შემოგთავაზებთ აი ამ პროგრამას. ესე იგი, ჯდებით შეუულებრივად, გარკვეულ წონას ვიღებთ, რა ვიცი, პირველად გასახურველად მოდის 60 იყოს. ამ შემთხვევაში რა ხდება? ჩვენ აი ეს წონა მოგვაქვს ოდნავ კორპუსი გვაქვს, ანუ სწორად არა ვართ ოდნავ გადახრილი. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ეს მოძრაობა გავაკეთოთ უკანა მხრების გატანით, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში აქცენტი გვაქვს ახლა უგანიერესის დაჭიმვაზე. აი ეს გარკვეული კუნთი გვინდა რომ ჩავთოთ 100%. ამ შემთხვევაში რა ხდება? ესე იგი, ჩვენ რაც შეიძლება მაქსიმალურად წელავთ აი ამ ხრებს ბოლომდე, აი საქამდეც გაგვდის ბოლომდე, რომ აი ეს უგანიერესი ტანი დაფიქსირებულია. ხო, ტანი დაფიქსირებულია, მაქსიმალურად გადაგვაქვს და აქედან ვაკეთებთ ოდნავ ხელის დატრიალებას და გარეთ ვატრიალებთ ალბათ, ხო? შიგნით. ხო, იმიტომ რომ როდესაც უგანიერესი იჭიმება, ხო, ოდნავ. ყოველთვის უგანიერესის დაჭიმის დროს იდაყვი, ანუ ეს იყოს ქვევით ჩატრიალებული. ნეკნებისკენ უნდა წამოვიღოთ აქცენტ, თორე ესე გაშლილად რო წამოვიღოთ უკვე გადადის ზევით დელტაზე და ტრაპეციაზე. ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება. ვატრიალებს ეს შიგნით. ვატრიალებთ შიგნით წამოღების დროს, ოღონდ აქაც მოკლე მოძრაობა კეთდება თავისთავად. გაწელილი ხელი გვაქვს და მხრებით, ოღონდ ზევით არა გვაქვს ეს მოძრაობა რა. აქაც მხრები ჩაქაჩული ბოლომდე, გაჭიმული ხელი და ეს ხელი თითქოს ამას ჩვენ აი რაღაცას ვკაწრავთ რა, ქვევით გვაქვს აქცენტი. აი აქედან ვიწყებთ მოძრაობას და შემოგვაქვს აი ეს. ანუ ამის იქეთ უკვე ანუ ნახე, აქ უკვე გავჩერდი. ხო. მეტი მოძრაობა აღარა მაქვს მე, ხვდები? მეტი მოძრაობა აღარა მაქვს უგანიერესის რა. გავიგე. გავწელე. შემოვიტანე. აი გოგა, შეგიძლია უგანიერეს დაადო ხელი. აქ. აი მუშაობს კარგად, აი ეს ნაწილი რა, ხლიანად. აქედან აი აქამდე. აბა მოდი ჩემოძრა. აჰა, გადმოიხარე. კარგია. ხრები გაუშვი წინ ბოლომდე, აი ესე. всё, მეტი აღარ მიდის, ხო? ოდნავ გადმოხრა გააკეთე, კარგია. ეხლა გაშლილი ხელი თითქოს ნავზე ხარ, მოკაჩვა გინდა რა. აი აქედან დაიწყე მოძრაობა. შემოუტრიალე. გაშლილი ხელით წამოვიღე. აჰა, გაუშვი. ხრები. წამოიყვანე მხრები. აჰა. თან დაუტრიალე იდაყვი. აჰა, всё, ეგ არის. ხელი კარგად მოკიდე ამას. კარგად აითრე, აჰა. პაუზა არ გინდა, ამოძრავე. სუნთქვასა, ოჰო. აი ნახე როგორ ქვასავით გაქ ესენი. აჰა. ტანი რაც შეიძლება გააჩერე. გაწელე ხელი წინ გაუშვი ბოლომდე. აჰა. ესე დაუტრიალე იქედან, არა, იქეთ რო გაშლი. და შემოუტრიალე. აჰა. გამართული ხელით. ხრები წამოაყოლე. და ბოლოს ოდნა მოუხარე. ხრები ზევით არ გაგექცეს, ქვევით დაკაჩე. აჰა. აბა. ვა.
ძალიან ანუ საინტერესოა უცხო მოძრაობა არა ჩემთვის. რაღაც მომენტში დავიჭერე რომ რაღაც პატარა მოძრაობა ეს ამპლიტუდა რომ განსაზღვრე რაღაც მომენტში ძალიან მაგრა დაიჭიმა რა. მაგრამ მომენტები იყო რომ ცოტა მხრები მერთვებოდა, ცოტა ხო, აი ხრები უბრალოდ ზევით რომ გაგირბის. ტექნიკაში მქონდა ცოტა პრობლემა რა. რაღაც მომენტში რამდენიმე გამეორება რომ გადავავი ტექნიკურად ერთნაირად. იქ ძალიან მაგრად დაიჭიმა რა ზურგის უგანიერეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ძვირფასო მაყურებლებო და ყველას აი სულით და გულით მოგმართავთ, რომ ზურგს არც ერთნაირი მოძრაობა არ აქვს ისე როგორც დანარჩენ სხეულის ნაწილებს, აი მაგალითად ხელს, ფეხს, აი ხელს ხვრით ესე, ხო? ფეხს ხვრით ესე, ხო? კერც ვაკეთებთ ესე, ხო? მხარს ვაკეთებთ ესე, ხო? მაგრამ თვითონ ზურგი ისეთი მოყვანილობის არის, ზურგს არ აქვს, ანუ დიდი მოძრაობა. ზურგს აქვს ორი ტყელი ეგრეთ წოდებული ლაპატკას რო ვეძახით და ეს ორი ძვალი რომელზეც დამაგრებულია რამოდენიმე კუნთები იქ რო ჩამოვთვალოთ რომბისებრი და ასე შემდეგ ხდება აი ამ ორი ძვალის მოძრაობები როგორც ზევით ისე ქვევით ისე უგანიერესის ანუ თვითონ ზურგს არ აქვს ის მოძრაობები და ეს არ უნდა აგვერიოს რაღაც ხელი შვება მაგას რა ხელი შვება მაგას უბრალოდ ხო უმეტეს მოძრაობას ამპლიტუდას რა აკეთებს ხელი ზურგის დროს მეუხედავად იმისა რომ ზურგი, მაგრამ ხელის მოძრაობებზე მე რო გადავალ, ისეთი ვარჯიშები გვექნება ხელის რო დამერწმუნეთ, ისე დაიღლით ხელს, ისე დაიღლით, რომ უბრალოდ აი მართლა არაკადეს. ჯობია შემოვინახოთ რა. ხო, ჯობია შემოვინახოთ. კარგით, გადავედით მეორეზე. მე ახლა ცოტა წონებს გავზვით და კოკა, მე აქ უკვე შეჩვეული ვარ. შერიერი იყო წყალი არ დაგავიწყდეთ ვარჯიშის დროს აუცილებელი აჰა კარგი ბიჭი ბოლოში პაუზა არ გინდა ამოძრავე აჰა ოღონდ ნელა ამოძრავე სუნთქვას რო აყოლო ისე აი როგორც სუნთქავს ადამიანი ყოველთვის გვახსოვდეს კიდე ერთი რაღაცა, რომ ნებისმიერი ვარჯიში, რასაც ვაკეთებთ, როგორც ადამიანი სუნთქავს, ჩავისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ. ბუნებრივი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვას ვაყოლებთ ჩვენს მოძრაობას. აი მაშინ გამოგვდის კომფორტული ვარჯიში. მეც მაგას ვეუბნები ხოლმე ჩემს მოსწავლეებს რა. სუნთქვა უფრო ნელა ხდება ბუნებრივი, ვიდრე მოძრაობა და ხშირად სუნთქვაზე მეუბნებიან, რომ სუნთქვის პრობლემა აქვს, აი ვერ სუნთქავს სწორად რა და იმიტომ რომ მოძრაობას უფრო სწრაფად აკეთებ. რა თქმა უნდა. იმიტომ უფრო მარტივია რა, ეხა ეს ვიდრე შეისუნთქე, გამოისუნთქე, რამდენი დრო ჭირდება. ხო და კიდე მაგას კიდე მაგას დავამატებდი რომ სწორი ჩასუნთქვა ზოგი უკუღმა სუნთქავს რა. სადაც უნდა დაიჭიმოს იქ ჰაერს ჩაუშვებს და ხო და აი რა ნებისმიერ რაღაცის დროს დაჭიმულობის დროს ჰაერი უნდა ამოუშვათ. აი მაგალითად ზურგის მოჭიმის დროს ხო ჩავისუნთქებთ აი როდესაც აი კელს შევწევთ ზევით ამოგვაქვს ჰაერი და ნუ ეს ეხა ესეთი ის არის რა. ანუ ეს შებრუნებული არ უნდა იყოს სუნთქვა. ამასაც მნიშვნელობაა. დღეს მოგეხსენებათ ბევრი ვარჯიში გვექნება ზურგზე, ამიტომ ძალიან ბევრ დეტალურ ახსნას ყოველ მომდევნო ვარჯიშზე აღარ გავაკეთებთ და უფრო სწრაფად შევასრულებთ ვარჯიშებს ერთ ტემპში ზოგადად როგორც ვაკეთებთ ხოლმე რა. ხო. აი ნახე, ფეხები, აი ეს ოდნავ შეატყუპე. ხო. კარგია, ესე, ნახე. აქედან ვიწყებ, ხო? ხო. ჩამოიტანე ხელი, გამართე რაც შეიძლება ისიც დაყვები თითქოს ეს ერთი ისა გაქვს რა. ჩამოიტანე, აი აქ გაჩერდი. всё, წავიდა, წამოიღე. ეს კერდი ამოწიეწინათ შეიძლება. აჰა. ვო. აჰა. და შენ თვითონ მიხვდები ახლა მან რა ხდება. რაო, ხო არ დაგემძიმდა გოგა? სუსტ კუნთებს მივადექი რა. ის, აი ზუსტად, ნახე? აი ზუსტად იმ კუნთს აკეთებ, რა ზუსტად იმას. ანუ გრძნობ, რომ ძალა არ მაქვს. იმიტომ რომ ამ მოძრაობაზე ეს კუნთები არ არის ძლიერი.
სხვებზე ხა წინები რაც გავაკეთეთ მილიონჯერმა გაკეთებული და ანუ მარტივად ვაკეთებ იმას და აქ თითქოს რაღაც სუსტად ვიგრძენი თავი. ზუსტად აი ის სტაბილური სტანდარტული ვარჯიშები რაც კლასიკურად კეთდება თითქოს, ეხა ის მე ვეჩვევით ხო, იმას და ვეჩვევით და ვართ ერთი და იგივეები რაღაცა. რაღაცა უნდა შეიცვალოს. აი ყოველდღე ეხა ვერც მწვად შეჭამდა, ვერც ლობიოს და ვერც ხაჭაპურს, ხო? რაღაცები უნდა აქედან გამომდინარე, 3 თვიანი, 4 თვიანი, 6 თვიანი რაღაცა უნდა გვეჭიროს, მე რაღაც ვარჯიშები უნდა შევცვალოთ, რაღაც სხვა კუთხე უნდა მივცეთ იმ კუნთებსაც. ეხა იმდენი ვარჯიშებია სურგზე, ხა ნუ ყველაფერს ვერ გავაკეთებთ ეხა, მაგრამ მიახლოვებით აქ უკვე სხვა დეტალიზაცია, სხვანაირად იჭიმება. აი ამ შემთხვევაში რო ვაკეთებთ, აქ უკვე სხვანაირად იჭიმება, მაგრამ ეს თითქოს რაღაც უფრო უგანიერეს ხვევით მუშაობს. ეს არის უგანიერესის უფრო ქვედა ნაწილი, საიდანაც უნდა დაიწყოს უგანიერესი. ხელები უკან არ გაგექცეთ, რაც შეიძლება წინ გაწეული, რაც წინ გაწეულია ხელი, მით მეტი დატვირთვა გადმოდის. და არავითარ შემთხვევაში ზევით არ აწიოთ. აი აქ წყდება მოძრაობა, რომ სისხლი ბოლომდე ჩაიტენოს. აი უკვე რაღაცები მეც ვიგრძენე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარჯიში ჩემთვის ახალი არ არის. აჰა. კერდია მოაწრიალე კოკა რაც შეიძლება ზევით. აი ეს, ვო. აჰა. აი ქვევით რა ხდება, აი ქვევით. არა მარტო ქვევით. ზევითაც და ანუ ჯამში რა. აი ბიჭო. ეს ძალიან კაი იყო, ბევრად კაი იყო ვიდრე წინა. ხო, უკვე რაღაც შეიკრა უკვე სხვა კუნთებიც გააქტიურდა, მარტო ის არა, ანუ აქ დგომისთვისაც მარტო ეს გადახრილად დგომა. ფიქრობ, რომ ამ ვარჯიშის მერე მიუხედავად ეხა შენ როგორც შენი სამხის პროფესიონალი და არ გეშლება ვარჯიშები, მაგრამ ფიქრობ, რომ ხვალ რაღაცები უნდა აქტივდეს სურგზე. უეჭველი ეგრე იქნება. ცოტა მძიმე წონა მივეცი და ბოლო ორი არ მომეწონა, მაგრამ არ აღშვს. შემდეგი ვარჯიში. დავედეთ. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ეგრეთ წოდებული ჰამერი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი აი ეს ხელის მოსაკიდებლები, ხო? შეგვიძლია აქედან მოვყიდოთ, შეგვიძლია შებრუნებით, შეგვიძლია აქაც. მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინაიდან ჩვენ დავიწყეთ განიერის ჩამოტანა, უგანიერესების გაკეთება და უგანიერესები დავასრულეთ, ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევთ გვერდებზე ხელს, ვერგებით ჩვენს ჰამერს აუცილებლად. ოღონდ საქმე რაშია? ჩემო ძვირფასებო. ეხლა ჩვენ უკან გადმოხრილი ვარჯიშები გავაკეთეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ივიქით, რაც შეიძლება წინ გადავდივართ, თითქმის ჰორიზონტალურად გვაქვს ხელები, აი ჩვენს თავთან და კისერთან, რაც შეიძლება მაქსიმალურად და არავითარ შემთხვევაში არ დაგვავიწყდეს, რომ იდაყვები ყოველთვის, აი ავდგები და ესე გეტყვით რა. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ზურგის ვარჯიშის დროს, არავითარ შემთხვევაში აი ეს იდაყვი უკან არ უნდა გაგვიქცეს. ეს არის ერთ-ერთი ზურგის კლასიკური შეცდომა, ესე რომ ვთქვათ რა. ნებისმიერი ვარჯიშის დროს იდაყვი ყოველთვის უნდა იყოს ნებისმიერი ვარჯიშის დროს წინ გაწეული, ვინაიდან ეს იდაყვი გვაძლევს ჩვენ მიმართულებას, რას ვაკეთებთ ჩვენს სხეულზე რა. ჩვენ აი ამას რო ჭიმავთ შიგნით, აი ამ შემთხვევაში უკვე გადმოდის სურგზე ფერი დატვირთვა. დგებით ჰორიზონტალურად, იდაყვები თავისთავად შემოდის შიგნით, ჩვეულებრივად როგორც იქ გავაკეთეთ, ამ მოძრაობას ვკეტავთ, აი ესე და აქედან ჩამოგვაქვს ქვევით. всё, გავიჭედე. მეტი მოძრაობა ზურგს აღარ აქვს. მე შემიძლია ის ჩამოვიტანო, მაგრამ ეს უკვე ზურგი აღარ არის. ეს ვარჯიშიც მოგეწონება გოგა. ძალიან ძნელი ვარჯიშია სხვათა შორის. ხვდები უკვე რაც იქნება.
სიმართლე გითხრა არ დამithვლე რამდენი გავაკეთე. ხო, იქნებოდა 15-ზე მეტი, ხო. მაგრამ ეს შეიძლება დაჟე მძიმე იყოს ჩემთვის რა. 10-იანებით ხო არ შევცვალო. 20-ია. ან თუ ცადო რა. მოდი ცადე არ არის, ძალიან მძიმე არ არის, ხოთა მე 25-იანებს სამსავს ვდებ ხოლმე და რა, ისეთ წონა დავაყენე რომ. შე. კაი, ესე იგი, წინ ვიწევი. წინ ვიწევი რა შეიძლება. უკანა ტრაკი და შიგელა გამოწვევს ეს. ესე ხებით მივაწვეს, ჩამოწიო. იდაყვები მაქსიმალურად წინ. ეს ჩაკეტე და წავიდა. აჰა. და შეეცადე რომ უკან არ გადმოიხარო და ყოველთვის მიაწექი წინ. აჰა. აი ეს ულები ჩაიტანე. აჰა. აი მაყურებელს მინდა ვანახო. ნახე? უყურებთ? უკანა ძვლები შეერთდა და მეტი მოძრაობა ამას უკვე აღარ აქვს. всё, გაჩერდა. იმის ქვევით უკვე იწყებს ბიცეპსი დაჭიმვას. ჩამოიტანე, კარგია. იდაყვები წინ მიაწექი. აჰა. ხრების ზევით არ გაგექცეს. აჰა, всё. ნუ ცოტა რთული ყოველთვის უნდა გახსოვდეს, ის დაიჭირო, ეს დაიჭირო, ეს. ხო მიხდი გოგო, ანუ. მოკლედ სამი რამეა, ერთი ტანი უკან არ გადმოვიდეს. ნერე ხრები და ბეჭები რო უკან იყოს შაწეული, იდაყვები წინ შედრები. ეს სამი ძირითადი რამეა. ძირითადი აუცილებლად. კარგია. ჰაბეჯო ჯერ სადახარ. სულ ყოველთვის ესე ვხლი ხოლმე ამას მე. აუ ერთი მახსოვს ფეხის დღე გავაკეთე შენთან ერთად. აუ დარბაზიდან ისეთი მოხოდილი გავედი, ოღონდ მე საღამოს მოუწყდი იმენა. წინად შეიძლება, აი ესე. სხვა კუთხით უნდა დავარწყათ ეხა ზურგს. აჰა. ძალიან ელაც არ გინდა, სუნთქვა საყოლე მოძრაობა. კარგია. ხრების ზევით არ გაგექცეს. დაფიქსირებული გაქვს, აჰა. მესამე მისვლაზე 10-იანებს გაგიკეთებ, იმიტომ რომ მთლად ტექნიკურად ვერ ასრულებ ამ წონას. ხო, იმიტომ რომ უკვე ბოლო 5 მისვლა დაიღალე და ბოლომდე ვეღარ ჩამოიტანე, ეს ჩამოსატანი იყო, ხო და. მაგრამ ამან მაინც თავის შედეგი გამოიღო, სხვანაირად დაიფამფა ეხა ზურგი. აი, 10-იანები გავუკეთოთ. მე, შენ კი არა, მეც დავიღალე. სიმართლე გითხრა. ანა, შენ კარგად გიშრომია, გოგა, სხვათა შორის, კარგი. კარგ ფორმაში დაბუნებულ ხარ. ბოლო დროს. კი. აჰა. წინ ვიცი. აჰა. აი, აქ უნდა იყოს მთელი წვა. აჰა, კარგია. დიდი წონა აქ არ არის საჭირო. აქაც ჩვეულებრივად ტექნიკა იგივე, ჩვეულებრივად ვდგებით, ხელები წინ გაწეული. ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ თავარი არის ის გამართული ხელით უკანა მარტო მხრები მიგვაქვს და ეს უკანა ძვლები ერთდება ერთმანეთთან. აი, მერე კოკა რო დაждდება, განახებთ. ეს უკანა ძვლები ისე უნდა შევაერთოთ, რომ შიგნით თითს რო ჩავდებთ, აი თითქმის უნდა მიაჭეჭყო რა. ეს არის ამ ვარჯიშის მთელი პრინციპი. გამართული ხელით, არავით არის ზევით აწევა, რაც შეიძლება ქვევით. ხრების მოძრაობა უკან. უკეთესია თუ აქ პატარა პაუზას გავაკეთებთ. აი აქ. რაც შეიძლება გამართული ხელი კოკა. სადღაც 60 გრადუსით გადმოხრა უკან, ცოტა გადმოხრა, აი ესე. აჰა. კარგად დაიწყე. აი მეგობრებო, ნახეთ. აი რა ხდება, აი ზუსტად ამას გეუბნებით. გავუშვი. აი ამ ორი მთავარი ძვლის შეერთება უნდა მოხდეს აქ. აი სადაც თითს ვდებ.
აი ეს ორი უკანა ძვალი უნდა შეერთდეს და სასურველი არის აქ თუ პაუზას გავაკეთებთ. შემოიტანე, კარგია. ხრები ზევით არ გაგიქცეს, ქვევით დაკაჩული გაქვს ყოველთვის. აჰა. კარგია, აი უკვე გზნა უფრო დაიღალე. კიდევ მნიშვნელოვანს რაღაცას ვითქვი უცებ ერთი წუთი რა, რომ ვარჯიშსა და ვარჯიშ შორის არ უნდა არსებობდეს დიდი პაუზა. რატომ? ეხლა ჩვენ უბრალოდ საუბრობთ ერთმანეთში და გინდა არ გინდა გამოგვდის ეს პაუზა, იმიტომ რომ ეს ეხლა ასე სხვაენთ ვერ ახსნით ვერაფერს, მაგრამ ის გარკვეული სისხლი რა ჩვენ იმ გარკვეულ კონს მივაწოდეთ. არ უნდა გამოვიდეს. იმას ჩვენ თუ გავუშვებთ, ის წინა ვარჯიში თითქმის ну ეხა როგორ არაფერი გაგვიკეთებიას ვერ ვიტყვი, მაგრამ ნახევრად ეფექტური არის უკვე მეორე ვარჯიში. მე ისევ ახლიდან გვიწევს შემდეგ მისვლაზე რომ ის სისხლი შეუშვათ. შეუშვათ ისევ შიგნით. ასე რომ პირველ მისვლასა და მეორე მისვლას შორის აი მაინც ერთ წუთს ნუ გადავაცილებთ რა. ეს არის საერთოდ ეხა მაინდა-მაინც წამზომით და რაღაც იმას უნდა. მე საზღვრავ ხოლმე 45 წამიდან 1 წუთამდე აი მაგ დროს. აი ზუსტად ეგ არის რა, 1 წუთს ნუ გადავაცილებთ. 1 წუთში ხდება იმ გარკვეული სისხლის სტაბილიზაცია, მობილიზება, მაგრამ იქ სისხლი კიდე შოქშია, მაგრამ 1 წუთის მერე უკვე ის აფეთქებული უჯრედები რაც იქ ხდება, უკვე იწყებს ნელა გასვლა. ასე რომ ერთმანეთს გადავაბათ ვარჯიშები, ესეც მნიშვნელოვანია. შენ ტრაპეცია მეთო დაგეჭიმა კოკა. ნახე ცოტა ზევით აქ ქონდა, გესმის? აი ესე და. როდესაც ამას ესე აუშვებ, ტრაპეციაზე გადმოდის და როდესაც მხრები, როდესაც ჩაკაჩული გაქვს და ამას ნახე. ხო, ნახე. ამას ქვევით რო ჩააწვევი, ქვევით და შიგნით შემოიტან. ეს გაითიშება. ხო, ეს გაითიშება რომბისებრი. აი როგორც ესე გავაკეთე, ჩაირთო. ასე რომ დელტებიც მაგითო ჩამერთო, იმიტომ რომ ეგენც ხომ მაღლა მდებარეობს ტრაპეციასთან ერთად მუშაობს ხოლმე და ზოგადად უფრო რთულად განსავითარებელი კუნთი არის. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუნდაც ხშირად არის შემთხვევა, რომ ხრებში გამართვის პრობლემა აქვს ხოლმე ადამიანებს და ეს კუნთები ბეჭებს ჭიმობს რა უკან. ვისაც აქვს ის პრობლემა, რომ აი ხრები წინ აქვს გამოწეული, ამას უკან იჭერს. აჰა. ჭიფთან შემოიტანე რაც შეიძლება. ოჰო, კარგი. აი ტრაპეცია თითქმის გაგეთიშა უკვე, всё. აჰა. ჯერ ხელი არ მოხარო, ჯერ გამართული ხელი წამო, აი ესე. ცოტა რთული არის, მაგრამ მერე მოუხარე ბოლოს ხელი. აჰა, ეგ არის. აი ეს იყო აქ უნდა გეწოდეს ეხა ყველაფერი რა, აი აქ ცეცხლი უნდა ტრიალებდეს. წესით. აი გზნოფ რა ის უკი გეთიშება უკვე, აი. აჰა. თლიანობაში, ანუ ეს, ანუ მარტო ეხა გარკვეულ ერთ ადგილას ეს არ ხდება, ხო? ეს ზულები ერთმანეთთან რო შემოდის, ეს ეხა ნახე, ეს არის ამ კუნთის ხო ხდები, რაც ხერხემას იჭერს ძირითადად რა. არის მეოთხე, მეხუთე მალაშორის კუნთები, რომელიც ჩვენ ანუ მითი ჰიპერექსტენზიაზე ვაკეთებთ კონკრეტულ მაგასაც აუხსნით მე როგორ უკეთდება მაგრამ ძირითადად ეხლა ცოტა ზევიდან იწყება რაც ვაკეთებთ ხო მარტო ეს ტოჩკა არა ეს ამის ჩაყოლებაა ქვევით და რა თქმა უნდა ესეც ირთვება ხო შემდეგი ზურგის ვარჯიში ესეც საინტერესო კი არა მეტად კოდკასთან მეთანხმება რომ ესენი ყოველთვის მომგებიანი ისინი არიან საერთოდ ჩვენი სხეულისთვის შექმნილი აპარატები ესე რომ ვთქვათ და შემდეგი ზურგის ვარჯიში გვექნება იგივე უკანა ძვლების შეერთების ოღონდ ხდება მთლიანი ზურგის ვარჯიში ამ შემთხვევაში დამუშავება აქაც ხელებს ვწევთ რაც შეიძლება წინ არავითარ შემთხვევაში ხელებს ზევით არ ვწევთ, იმიტომ რომ ზევით ხელების აწევის დროს უკვე გადავდივართ უკანა დელტაზე. ამ შემთხვევაში ხელი რო ქვევით ჩამოგვაქვს, აი ზუსტად ჭიპის პარალელურად, არავითარ შემთხვევაში იდაქვში არ იხრება ხელი და ყოველთვის არის გამართული და აი აქედან ვიწყებთ მოძრაობას და ჩვეულებრივად ეს მხრები როგორც გაშლილ ღერძზე ვაკეთებდით, ხდება უკანა ძვლების შეერთება მთლიანად მთელი ზურგთან, მთელი ზურგის დახმარებით. აი ესეთი მოძრაობაა. ხელები ბოლომდე არ შემოგვაქვს, სადღაც აი ამ მდგომარეობაში ვაფიქსირებთ, რომ დაჭიმულად ავტოვოს ზურგი.
და ბოლომდე კიდე ვერ გავშლით, იმიტომ უკანაზღვალი შევაერთეთ უკვე და მეტი მოძრაობა აღარ აქვს. უნდა არჩიოთ სასურველი წონა, რომ აუ ბოდიშით, აი ეს უკვე სასურველი წონაც აღარ იყო, იმიტომ რომ დავიღალეთ და ამიტომ ამას მნიშვნელობა აქვს, რომ სასურველი წონა აიღოთ. ხელები გაქაჩული წინ, რაც შეიძლება მხრები ჩაწეული ქვევით და გამართული ხელი. წამოიღე. აჰა. აი ეს წამოიღე. ცოტა ნახე შეხედე, აი ესე დადექი, ხა ძალიან გადმოხრაც არ გინდა. ხელები ნახე ცოტა ზევითაცი, აი აქ დაიჭირე, ძალიან ქვევითაც არ გინდა ჩამოწევა. წამოიღე. აი აქ დააფიქსირე. წამოიღე ხა უკან. აჰა. ცოტა აჩქარი მოძრაობა. ეს წამოიღე. უკან ძვლები, აჰა. ო ეგ არის. აი ეგ არის. პირველი 3 არ ვარგოდა, ეხა ჩართე უკვე. კარგია. შემოიტანე ეს. ეს შემოიტანე. აი ნახეთ მეგობრებო. აი როგორ მუშაობს, აი შეხედე ახლოდან ვანახოთ. აი როგორ ვამუშავებთ უკანა ძვლებს. აი ეს არის მთლიანი ზურგის დამუშავება, რა ჩვენ გავაკეთეთ. კარგია გოგა. როგორია? მართლა სხვადასხვა იყო თავიდან პროსტა რაღაც მოძრაობა სხვა. თავიდან 1-5 მოძრაობა ვერ ჩართე, მერე ჩართე. მერე იმენა წინახიდი გამოცე. ხელებით წევდი რაღაცა, მერე ზურგი მუშაობდა ეს. კი. ზურგებს არ ვამოძრავებდი. აბა მოდი ჩვენ კიდევ აი ეხლა საუბრობდით ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ უცებ ვიტყვი 2 წუთით, რომ ყველაფერთან ერთად აუცილებელი არის კვება, ხო? კი. კვებასთან დაკავშირებით ეხლა მე თქვენ 2 სიტყვით მაგას ვერ გეტყვით, ვერც ეხლა რო დავიწყო საუბარი დაახლოებით მინიმუმ 1.5 საათი დამჭირდება, რომ კვების თემა დავალაგოთ. ამიტომ ამ ყველაფრის შემდეგ ვიდეოში მოგახსენებთ, როგორც ისე გადავწყვიტეთ, რომ დეტალურად ავხსნათ ყველაფერი. ყველაფერი ერთად არ გამოვა ეხლა ვარჯიშის ახსნას კვებაზეც საუბარი და აუცილებლად კვება ნომერ პირველი, აი ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც პირამიდა კეთდება, ნომერ პირველი, აი ხალხს გონია რომ მიდის ვარჯიშზე რაღაცას აკეთებს და რაღაც შედეგს დადებს. არავითარ შემთხვევაში ნომერ პირველი არის. ნომერ პირველი რა გვაქვს უკან? დასვენება და აღდგენა. თუ დასვენება და აღდგენა არ გვექნა, არაფერს აზრი არ აქვს. მაგის შემდეგ მოდის მეორე ეტაპზე მოდის კვება, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და 80% წყლის ბალანსი ვაგარის თუ რაც არის თუ ნახშირ წყალია თუ ცხიმია თუ ცილაა თუ რაც არის ეს გარკვეული თქვენი ორგანიზმის ფორმულა უნდა აღმოაჩინოთ, რომ იქ 20%-იანი დეფიციტი რაღაცა ეს ცოტა სამუშაო თემაა, რომ სასურველი ფორმა მიიღოთ და ნომერ მესამე ადგილზე უკვე რჩება აი ზუსტად ეს ვარჯიშები, რა ვარჯიშებსაც ჩვენ ვაკეთებთ. აი ამის შემდეგ უკვე ადამიანი იწყებს თავის ფორმულირებას და თავის ორგანიზმის შეცვლას. სხვანაირად არაფერი არ გამოგივართ, მარტო ვარჯიშით არაფერი არ გამოგივართ, მარტო კარდიოთი არაფერი არ გამოგივართ და ასე შემდეგ. ამიტომ კვებას დავუთმოთ მერე ცალკე გარკვეული ისეთი დრო და ავხსნათ მერე ყველაფერი. შემდეგ ვიდეოში პერსონალურად ჩავწერ, არა ვარჯიშის ცალკე კვების ვიდეოს ჩავწერ და მე ირაკლისთან ერთად კიდე შემდეგ ვარჯიშის ვიდეოს რო ჩავწერთ, იქ ვისაუბრებ უკვე კვებაზე. არ დაგავიწყოთ, რომ გამოიწეროთ არხი მეტი საინტერესო ვიდეოსთვის. აბა თავიდანვე დაიწყეს სწორად ეხა. კარგია. всё. უკვე დაამოღამე შენის. აი ბიჭი. აჰა, აი ესე. რაც შეიძლება შემოიტანე. აი ყოველთვის ეს ვარჯიში შეიძლება რაღაც ვარჯიშები ჰამერებით ჩამოტანა, შემოტანა, რაღაცეების შეცვალოთ ზურგის ვარჯიში, მაგრამ აი ეს ვარჯიში ეგრეთ წოდებულ, აი ესე ტროსებზე აუცილებლად ეს ყოველთვის უნდა იყოს ჩართული, ვინაიდან ეს არის მთელი ნავარჯიშები ზურგის დამუშავება რა. აი როგორც კერძზე ვაკეთებ წინა შემოტანას და რა კროსოვერს ბოლოს. ხო, იგივე აი ეს ზურგის კროსოვერი აუცილებლად უნდა დომინირებდეს ყოველთვის ზურგის ვარჯიშის დროს. მნიშვნელოვანია რა. სულ სხვანაირად ჭიმავს ყველაფერს. კარგი. შემდეგი ვარჯიში ჩვენ კლასიკურ განტელებს უნდა ვცეთ პატივი რა. სხვანაირად არ შეიძლება. დავუდგეთ.
მოკლედ დღევანდელი ვარჯიში ძალიან ხანგრძლივი გამოდის და ყურებადი რო იყოს, თქვენც ვარ დაიღავთ ამ ხელა ვარჯიშის ყურებით, ორ ეტაპად გავყავთ, მეორე ნაწილს გადავიღებთ კიდევ შემდეგზე. შემდეგ ვიდეოს ჩავწერ ფიტმილზე, სწორკვებაზე, ჯანსაღკვებაზე. დეტალურად განვიხილავთ და ვნახავთ თვითონ პროდუქტს, დავაგემოვნებთ, შევაფასებთ რა არის. მერე ირაკლისთან ერთად შემდეგ ვიდეოში ასევე კვებაზე დეტალურად ვისაუბრებთ, მის გამოცდილებას მოვისმენთ. არხის გამოწერას გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, შემდეგში კიდევ ვიდეოები დაიდება რა თქმა უნდა, ახლა რას ვთქვი და კიდევ მომავალშიც მუდმივად. და მოკლედ რა ვიცი, საინტერესო იქნება თქვენთვის, მიიღებთ ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, სადაც ესე შეიძლება ვერ მიწვდეთ რა ეს ინფორმაციას, სხვა ადამიანები გაგზიერებენ მოკლედ ამ გამოცდილებას, მოკლედ ვიდეოებში. კარგით, წავედით ერთ ვარჯიშსაც გავაკეთებთ, ეს ბოლო იქნება დღეს და მერე უკვე შემდეგ ჩაწერაზე იქნება დანარჩენი გაგრძელება. ყოველთვის მიყვარს ხოლმე რაღაც ისეთი ორმაგის გაკეთება. არა მიშობს ხო? კი. ხა გამახსენდა მაშინ რომ ვაკეთებდით, ეს გასწორე დადექი. გასწორს რამდენი წლის წინ იყო? ეს იყო 2018-ში. 2018-ში, ხო. 2018-ში იყო. ეს იყო რამდენი? 8 წლის წინ. 8 წლის, 7 წლის. ეხლა რა ხდება? ვიღებთ სასრულ წონის განტელს. ფეხებს მხრების სიგანეზე არ ვდგამთ, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება განტელების ამოტანა, ასე რომ რო არ შეგვიშალოს, რო არ შეგვიშალოს ხელი, ოდნავ თლად შეტყუპებულიც არა, იმიტომ რომ წონასწორობა რო არ დავკარგოთ, ოდნავ, დაახლოებით ესე ვდგებით. საჯდომი მაქსიმალურად უკან გაწეულს ტოვებთ და ვეშვებით პირდაპირ მუხლების ოდნავ ქვევით. ხო, მუხლების ოდნავ ქვევით. აქედან ჩვენ აი ამას აკეთებენ ხოლმე ესე ხრიან რა, ნახე? აი ესე როდესაც ხვრი, აი კოკა ნახე? ხელები, ზურგი საერთოდ არ მუშაობს. ზურგი არის რამეში ჩართული? არა, აი ეს 5%. ხო. აი ეს მოძრაობა ყოველთვის არის შეცდომა. ზურგის მოძრაობას ვაკეთებთ როგორ? ხელები დაშვებული და რაც შეიძლება მხრები გადაწეული უკან, ეს განტელები რაც შეიძლება უკან გაწეული და გამართული ხელი ამოგვაქვს ზევით. სამი, აი აქ გავაკეთოთ აქცენტი. აი მუშაობს. ტრაპეცია ძალიან კარგად. ოღონდ ქვედა ტრაპეცია. ხო, რომბისებრი ეს. ქვედა ტრაპეცია, რომბისებრი. ასევე უკანა დელტები, ზურგის უგანიერესის ზედა ნაწილი. ზედა კუნთების ჯგუფი მუშაობს ძალიან კარგად. ცოტა დიდი ხანი მეჭირა 30-იანების აუგიხსნიდით და 15 ვერ გავაკეთე. შემდეგ წონას პატარას გავაკეთებ. ფეხები ოდნავ ხო. ეს თქვენ რო ძალიან გაშლიათ რო გვაქვს ხელი არ საჯდომი გამოწირა შეიძლება უკან. ეს სწორად დაიჭირე და გამართული ხელი წამოიღე ზევით. ო! ანი ოდნავ მოხარე კიდე კოკა. არა, ნახე. ესე კი არ მოხარო. წინ გადავიხარო. ამაში ჩატეხე. აი ესე, ხო. და ეს კერძი გულკერდი ქვევით წინ წამოწეული. აჰა. ეს ვარჯიში შესაძლებელია სკამზეც გააკეთოთ, კერდით მიყრდნობილი, მაგრამ ამას პლუსი ის აქვს, რომ თვითონ ადამიანის ორგანიზმში ის კუნთები თუნდაც წელის კუნთია რამეა, ყველაფერი დაჭიმული გვაქვს და ამ შემთხვევაში აი როგორ მოძრაობს ზურგის. აჰა. ოდნავ ბოლოში უხრი ხელს, ძალიან ოდნავ. ოჰო. всё. ცოტა რთული იყო პირველი. ცოტა წონა დააკელი. აი 18-ზე რო გადავიდე, აჯობებს რა. 18-იანი ან 16-იანი. მეც ახლა 30-იანს უცე 30-იანებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ რაღაცები რო აგიხსენით, ხელში რომ მეჭირა 30-იანმა დამღალა. ამიტომ მეც ავიღებ ახლა დაბალ წონასო კიდე უფრო კონკრეტულად აგიხსნათ ეს მოძრაობა. აი მაგალითად ავიღებ 24-იანს. ვეშვებით, საჯდომი გამოგვაქვს უკან, რაც შეიძლება, ნახე, ცოტა გამართულად რო ვართ, ზურგი ისე არ არის ჩართული, კოკა, ხო ხვდები რას გეუბნები? კი. რაც უფრო პარალელურად ზურგი გვექნება იატაკთან, ნუ ხე იმას არ ვამბობ, რომ ესეთ თავპირით დაემხოთ ძირს, მაგრამ მაქსიმალურად, რაც უფრო პარალელურად გვექნება ზურგი იატაკთან, მით მეტი არის ზურგის აქტიური მუშაობა. განტელები წინ არ მოგვაქვს, რაც შეიძლება უკან. სასურველია. აქ თუ პაუზას გავაკეთებთ. შვენიერია. ამ შემთხვევაში, როდესაც სკამზე არა ვართ მიყრდნობილი, გვეჭინება აი ეს კუნთი. ხო. და ერთგვარი წელის
გასამაგრებელი ვარჯიშიც არის ეს. დაფიქსირებულად რო ვართ რა თქმა უნდა. წელიან პოზიციაზე. თორე შეგვიძლია ეს ვარჯიში გავაკეთოთ, აი ეს წამოვწევთ ამას და შეგვიძლია მივეყრდნოთ და ანალოგიურად გავაკეთოთ ეს ვარჯიში, მაგრამ მაგრამ ის უფრო კომპლექსურია, იქ ფეხებია ჩართული, მუცლის კუნთები გეჭიმება რო გახარ. ყველაფერი. რა ის ეს უკვე ჯობია. არის გაპარაზიტებული მოძრაობა რა. ძალიან აი თუ ვიღაცას უჭირს თქვა გაკეთება, ძალიან დაღლილი ხარ უკვე და ფეხზე დგომაც არ შეგიძლია. ესეც ცოტა მაღალია, დაახლოებით აი ეს გრადუსი და ამ გრადუსით შეგვიძლია იგივე მოძრაობა. აი მე იქ ავიღებ ცოტა დაბალს რა, 18-ები არის. აჰა, საჯდომი გამოწი, კარგია. აი, კარგად გეხარ. ისე ქენი რომ ეს აღარ წამოწიო, ეს დატოვე ეს. აჰა. ჩავშხელები ბოლომდე ჩაკაჩი. ჩაწელი, წამოვიდა. აჰა. ეს უკან წამოიღე რაც შეიძლება, აი ეს. აჰა. ქვევით პაუზა არ გინდა, კოკა, ქვევით ეგრევე წამოიღე, ზევით კი გააკეთე პაუზა. აი ეს. აჰა. ქვევით პაუზა მიტუ არ გინდა, ქვევით რო აჩერებ და ზევითაც აჩერებ, უკვე იღლები. აჰა. აჰა, ესენი მოძრავი. კარგია. всё, ხო, მოკლედ. რავი, კოკა, ვფიქრობ, რომ და მე კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს მოკლე მოძრაობები, მე იმას არ ვამბობ, რომ ეს მთელი ცხოვრება ესე აკეთოთ. არა, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ, სული მოძრაობა, ძალის მოძრაობაც. მე ანუ იმას არ ვამბობ, მაგრამ თქვენ გჭირდება ელემენტარულად ფორმის მოყვანა, სხეულის გარკვეული რაღაც. ანუ რბილ ქსოვილზე მუშაობთ ჩვენ რა, ეგ არის, რომ მშრალი კუნთის მასის განვითარებაზე. კიდე რომელიც რაც მნიშვნელოვანია, ყველას ძალიან ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ყოველ დღე ტიპი დგება სასწორზე რა. დადგება, შეხედავს თავის წონას, წავა, მოვა მეორე დღეს დადგება, ისე სასწორი დაივიწყეთ. სასწორი უნდა არსებობდეს თვეში ერთხელ და თქვენთვის უნდა არსებობდეს სარკე. თქვენი თავის პროგრესი უნდა გითხრას თქვენმა სარკემ. რა ფორმები გაქვთ თქვენ? თქვენ შეიძლება ერთი და იგივე წონა დარჩით, მაგრამ შიგნით ფორმები შეგეცვალათ. სულ სხვანაირი მეტაბოლიზმი წავიდა. ასე რომ ციფრები არაფერს არ ნიშნავს. შენ ძალიან კარგად იცი რომ ჩვენ რო სცენაზე გამოვდივართ, ის სასწორს არ გვიდებენ, ხო? ვიზუალურად გვაფასებენ ვინ როგორ გამოიყურება. ასე რომ სასწორი ცოტა ტვინიდან ამოაგდეთ რა, მიხედეთ თქვენ თავს და ფორმების გამოყვანა. კაი, მოდი, მეც ჩატეს გავაკეთე 22-იანებს. ცოტა არ იყოს. მეც ტექნიკას უფრო აქცენტს დავუთმობ. კარგია. ну მოკლედ გევანდელი ვარჯიშის თელი, ну რაც ჩვენ შემოგთავაზეთ მე და კოკას დამსახურებით მოკლედ შემოგთავაზეთ ჩვენი რაღაც ახალი ტექნიკა და იმედია თქვენთვის სასურველი იქნება და მოგეწონებათ, მაინც ცადეთ. ფიქრობ რომ კი არ მოგეწონებათ, ალბათ თქვენი სხეულის ერთ-ერთი კარგი მონაცემი იქნება რომ თქვენი სხეულის კუნთები და თქვენი ფორმები შეცვალოთ. აუცილებლად პროგრესი არის ის რომ სხვადასხვა ტექნიკა უნდა ცადოთ აუცილებლად, მაგრამ მე 100%-ით გეუბნებით რომ აი ამ ისეთი ვარჯიშების შემდეგ აუცილებლად შეიცვლებით, ოღონდ ყვება და ძილი და დასვენება არ დავიწყდეთ. რა ვიცი, ეს არის ჩვენი კლასიკური მონახაზი, ყოველთვის არის ზურგთან ბიცეპსი, მკერდთან ტრიცეპსი, ფეხს ვაკეთებთ ცალკე და მხრებს ვაკეთებთ ცალკე. ეს არის ჩვენი კვირის მონაცემები, ნუ შემდეგ ვარჯიშებს მე შემოგთავაზებთ. რავი, დღევანდელი დღე აი სასიამოვნო იყო კოკასთან ერთად, ხო და რა ვიცი, ესეთი კარგ ადამიანის გვერდით და არაფერი დასამალი მე არ მაქვს არავისთვის, თუ რამე ინფორმაცია გამაჩნია მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, მინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ და ყველა ადამიანისთვის იყოს ეს ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ქართველები ვართ და რაც მეტი ჯანსაღები და ლამაზები ვიქნებთ, ისედაც გენეტიკურად ლამაზები ვართ, სოფლიოში გამორჩეული ერი, მაგრამ მაინც შევეცადოთ რომ უფრო კიდე გავლამაზდეთ, ხო, ესე არ არის? ეგრეა კი. მადლობა დღევანდელი ვარჯიშისთვის, თქვენს მადლობა ყურებისთვის, რომ გვიყურეთ, საინტერესდით. გამოიწერეთ არხი, კიდევ ბევრ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ და მოკლედ სასიამოვნო დღეს გისურვებთ.